სადგურ სამგორის გვირაბში დღეს ჭერის ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანებულია მხოლოდ ერთი მაღაზია, ადგილზე დილიდან იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. ამ დროისთვის მეტროს სადგურის შეუფერხებლად მუშაობს. ნინო ჟიჟიაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ის თავად გვეტყვის რა სურათი დახვდა ადგილზე მისულს. გისმენთ ნინო. Keti am დროისთვის გადაადგილება უკვე აღდგენილია მეტროსადგურ სამგორის ჩასასვლელში. ეს შემთხვევა დღეს დილით ადრე მოხდა, ჩამოიშალა ჭერის ნაწილი, ჩამოიშალა ბათქაში და რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ჩაკეტილი იყო მეტროს ეს ჩასასვლელი და მგზავრებს არ ჰქონდათ გადაადგილების უფლება და საშუალება არ ეძლეოდათ. ასევე აქ განთავსებულია სხვადასხვა სავაჭრო ჯიხურები და მაღაზიები. ერთ-ერთი მაღაზიის ვიტრინა არის დაზიანებული ჩამოცვენილი სამშენებლო მასალის შედეგად. ჩვენ ვესაუბრეთ აი ამ მაღაზიების გამყიდველებს და ისინი ამბობენ, რომ მეტროს ეს ჩასასვლელი უსაფრთხო არ არის, ისინი დაცულად თავს არ გრძნობენ იქ გადაადგილებისას და რამდენადაც ჩვენთან საუბარში გამყიდველები ამბობენ, ბათქაშის ჩამოშლა გამოიწვია იმან, რომ ყოველი წვიმის დროს მეტროს აი ამ ჩასასვლელში ჩადის წყალი. არ იყავით ადგილზე? ვინმე ხომ არ დაშავებულა, ხომ არ გაგიგებთ? და რა ვითარება დაგხვდათ რომ მოხვედით? ჩამორეული. არ ვიცით, ჩვენ 9 საათიდან ვიღებით და მის შემდეგ არ იყო. ჩამოცვენილი იყო რომ მოვედით, უკვე აქ იყო ყველა. პოლიცია თუ იყო მოსული? კი, ყველა აქ იყო. ხომ არ დაშავებულა ვინმე? არა. როგორც ვიცი არა და მე თვითონ არ შევსწრები ვარ. აი ახლა როგორ გქხათ და ეს გასასვლელი უსაფრთხოა თქვენ? არ არის უსაფრთხო. ამ დროისთვის გადაადგილება აღდგენილია სამგორის მეტროსადგურის აი ამ ჩასასვლელში. უკვე გაწმენდილია გზის სავალი ნაწილი ნარჩენებისგან, სამშენებლო მასალისგან და მოძრაობაც თავისუფალია.